საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო. მე შეგპირდით, რომ დღეს ჩავწერდი ვიდეოს. მართალი გითხრათ, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, გუშინ დილას, რომ იმ წინაღამეს გავათენე და მოკლედ ვიგერიებდი ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა კომენტარებით იჩენდნენ თავს ჩემს წინააღმდეგ. ასევე ტელეფონზე. წარმოიდგინეთ, ერთმა ადამიანმა ჩამირიცხა გარკვეული თანხა და იმდენად ვიყავი გამოთიშული, რომ სამადლობელო წერილი მივწერე და ის წერილიც კი ვერ დავალაგე, წარმოიდგინეთ, არასდროს არ მიჭირდა აზრის დალაგება, მაგრამ იმ კაცს მადლობაც ვერ გადაუხადე წესიერად. ეხლა გამოიტანეთ დასკვნა რა მდგომარეობაში ვიყავი. დღესაც გამომყვა, რა თქმა უნდა, ახლია ხომ თავისებურად დაძაბულობა, ის მოძებნე, გათიშე, დაბლოკე და ასე შემდეგ. რა არის, იცით, ადამიანები ფიქრობენ, რომ მე რაღაცას რომ გიყვებით. ზოგს აქვს მაგალითად ფანტაზია, მე მყავდა მაგალითად ერთი მეგობარი, რომელსაც ჰქონდა ისეთი ფანტაზიები, რაღაცები აწუხებდა, რომლებსაც მე ამას აქცევდა ხოლმე რაღაცა ამბად და იყო როგორ გითხრათ, იცით, ეს ახალგაზრდობაში მყავდა ესეთი ადამიანი, დიდხანს არ გაგრძელებულა, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა და ამით იქცევდა თავს. ეხლა წარმოიდგინეთ. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს ამბავი აღარ მომეყოლა, მაგრამ რატო უყვები, იცით? ყვები იმისათვის, რომ ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ თამაზალავიზე, რადგან მწერალია, მას აქვს ეხლა რაღაცა ფანტაზიების უნარი და რაღაცების შეთხვის უნარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თხოვენ ზოგიერთები, ხა უბოროტო კომენტარები დავტოვე, მათ თხოვენ სახელები დაწერე, გვარები დაწერე. წარმოუდგენელია ეს ჩემგან ეხლა და ალბათ ფიქრობენ, რომ ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს კიდეც, რომ მე ამას რაღაცას ვიგონებ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კაცმა რომელმას მთელი ცხოვრება წამებაში გავატარე, მე ესეთი ფანტაზიების უნარი რომ მქონოდა. ეხლა წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა მეცხოვრა, ასეთი ისინი რომ შემძლებოდა. მე გიყვებით, რაც თავს გადამხდა ნაწილობრივ თანას და ეხლა მე რომელი ამბავით შევარჩიე, ფაქტიურად ვისთვისაც წამოვედი ეკლესია არასდროს არ მივიტოვებია, მაგრამ იმ საზოგადოებიდან რატო დავტოვე ეს საზოგადოება, მე ხა გეტყვით და გამყარებული რო იყოს ყველას თავში, მე ჩემს გამომწერებს არ გულისხმობ განსაკუთრებით ისეთებს, ვინც მიცნობთ. ეს რომ გამყარებული იყოს, რომ თამაზალავიზე რაღაცა ფანტაზიებს არ ყვება, ახლა ამბავს, რომელსაც მე მოგიყვებით, 2009 წელს გაზეთ კვირის ქრონიკაში, რომელიცაც ალია ჰოლდინგი გამოსცემდა, იქ დაიბეჭდა ეს ამბავი, რომელსაც მე ვეცდები, რომ ზედმიწევნით მოგიყვეთ. როგორც იქ დაიბეჭდა და როგორც სინამდვილეში იყო. და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდა, გაზეთმა მისწერა ბოლოში, ვისაც გაქვთ რაიმე პრეტენზია, გამოთქვით, კი ბატონო, სურვილ და ჩაგწერთ. მოიძევეთ, ბატონო, პარლამენტის ბიბლიოთეკაში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გეუბნებით 2009 წელი, გაზეთი კვირის ქრონიკა. და ნახავთ, ამ ამბავს
რომელსაც ახლა მე გიყვებით და რატომაც სამოვედი მე აქტიურად და რატომაც დავტოვე მე ეს საზოგადოება. რომ აღარ გქონდეთ ის რაღაც წარმოდგენები ფანატიკოსებს, რომ თამაზალავიძე ზის და რაღაცებს აყვება და არ ვიცი თავის ფანტაზიები და ოცნებები მე არასდროს არ მაწუხებდა რა, სხვებისგან განსხვავებით. რეალური პიროვნება ვარ და რეალობას უყურებდი ყოველთვის თვალებში და რეალობა იყო რომ მე ბრძოდა და მეც ვებრძოდი. მართალი გითხრათ, დღეს არ მქონდა ამის თავი რომ ეს ჩამეწერა, მაგრამ რადგან შეგპირდით ჩემს გამომწერებს, იმასაც გეტყვით რომ მე ბევრი სამუშაოები მექნება ახლა რაღაცები გამომიშთა სამუშაოები და ალბათ ყოველ დღე და ორ დღეში ერთხელ ვეღარ შევძლებ ჩაწერას, მაგრამ მაინც არ მიგატოვებთ მეთქი მეკითხარით სადამდეც ენერგია მეყოფა. არ ვიცი ახლა ეს ენერგია სადამ მინდა რომ გავანაწილო, რომ იმ სამუშაოსაც დაუთმო, რასაც ვაკეთებ და რაღაცა კიდევ იქნებ დაუტოვო ქვეყანას. ამიტომ ახლა მე მოგიყვებით თქვენ ამბავს კიდევ ხაზს უსვამ და გაიგოს ვისაც აინტერესებს. 2009 წელი გაზეთი კვირის ქრონიკა, რომელსაც გამოსცემდა ალია ჰოლდინგი. იქ არის ეს წერილი, ჩემი წერილი დაბეჭდილი და მოიძიეთ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვისაც გაინტერესებთ. თუ არა და არ დამიწერეთ ახლა ეს რაღაცეები, სისულელეები და აზრის ჩამოყალიბება მაინც ისწავლეთ ან რაღაცა არ ვიცი ეს ამდენი ბოროტება მაინტერესებდა ისიც ღამე არ გავთიშე ეს და მაინტერესებდა სად გადის ზღვარი ამ ბოროტებასა და სიკეთეს შორის. სად გადის ზღვარი ამ ღვარძლიან ადამიანებსა და კეთილ ადამიანებს შორის და არ ვიცი მე იმდენი ბოროტება რაც მე იმ წინა ღამეს ვნახე მერწმუნეთ რომ შემარყია ამ ყველაფერმა რა. კიდევ ადრეს ვსვი და კიდევ ვიმეორებ, მე არ მეგონა თუ ამ დონის ბოროტება სუფევდა ქვეყანაში. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას. ანუ იმაზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ყოფილა, მე რომ ვფიქრობდი და მეგონა. მაშ ასე დავიწყოთ ახლა პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. როდესაც შოთა ჩამოვიდა, ბერად ეკურთხა ის ბეთანიის მონასტერში რომ იყო და ერთ ოთახში ცხოვრობდით, გითხარით უკვე მოგიყევით წინა იმაში. ბერად აკვეციდან სულ რამდენიმე ხანში არის ორ კვირაში თუ აღარ მახსოვს რამდენ ხანში პატრიარქმა ჩააბარა სამშენებლო სამუშაოები, სიონის ტაძარს ახლა გვერდით რო აქვს მოდგმულები ორი ოდესღაც ჰქონდა და ეს დაანგრიეს და დაუნგრევიათ რა ადრე წინა საუკუნეებში ომების დროს და ეს მოაშენა შოთას გაკეთებულია ეს რომელიც კალისტრატეს სახელით აღიკვეცა ბერად. მეც იქ მასთან ერთად ვიყავით და ხდება ასეთი რამე რომ მალევე მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ შოთა აღიკვეცა მე ვერ მოხდა ჩემი ბერად კურთხევა და ბუნებრივია მდგომარეობა მაქვს სულიერი თავისთავად მძიმე. ეს მატყვია და პატრიარქიც მატყობს ამას და კი მივდივარ ახლა სადილზე ერთად ვართ, კიდევ ისე გრძელდება ჩემი ცხოვრება როგორც მანამდე და მიიყურებს პატრიარქი და გრძნობს რომ რაღაც ვერა მაქვს წესრიგში, მაინც ვერ აუგრძნობ კარგად თავს, რაღაც მაწუხებს ასე ვთქვათ და გაურკვევლობაში ვარ, რომ გითხრათ სიმართლე და ამ დროს ჩამოდის ერთ-ერთი ეპარქიიდან, ეხლა იქ დასახელებული მყავს იმ გაზეთში, მაგრამ მოდი აქ მოვერიდები ამ სახელებისა და იმების ხსენებას. გაზეთში დასახელებული მყავს, რა თქმა უნდა. და ეს იცის მთელმა საქართველომ და კიდე გეუბნებით 2009-ში ეს დაიბეჭდა
ზედმიწევნით დეტალებში რა და როგორი. ჩამოდის ეს ახალგაზრდა კაცი, მაშინ ალბათ იქნება ერთი მაქსიმუმ 25 წლამდე. საკმაოდ გარეგნობით შეხედული ახლა ვაშკაცი და ის კი არა, ახლა რო შეხედავ და ის კაცური ტიპი კი არ არის, ახლა ადამიანი რო შეხედავ კაცს და მოგეწონება იმით, რომ აი მაგალითად გამიგია ხა ალენ დელონს და მარლონ ბრანდოს რო ერთად აქვს სურათი გადაღებული და ქალები წერენ ქვეშ რომ მარლონ ბრანდო უკეთესია, ალენ დელონი ლამაზი ბიჭი იყო, მაგრამ მარლონ ბრანდო უფრო ვაშკაცური ის იყო რა, გარეგნობის ახალგაზრდა და ის უფრო მაინც საპირისპირო სქესის მხრიდან უფრო მეტ იმას იმსახურებდა, სიმპათიას. და რომ გითხრათ რომ აი ესეთი გარეგნობის კაცი იყო, რაღაცა ვაშკაცურიერი ქონდა, რაღაცა ესე არ იყო რა თქმა უნდა. ჩვეულებრივად შეხედული კაცი იყო, აი უფრო ითქმოდა როგორ უნდა თქვა კაცზე, მაგრამ ლამაზი პირის სახის ადამიანი იყო. და არ ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მაგალითად უარყოფით შთაბეჭდილებას რო ტოვებს ვინმე და რაღაცა დაშუგლული და რაღაცა, ტოვებდა ისეთ აი კარგი ხასიათის ადამიანის შთაბეჭდილებას. ხო და შენახა რომ თამაზიო კი მეთქი მომთხრა რომ რამდენი რამე მსმენიაო შენ შესახებო და გამეცნო რა იქ ერთადერთი თავშესაყარი, ასე ვთქვათ, ჩამოსული სასულიერო პირებისა და იქ ის იყო კონსტანტინე მელიქიძის, მეუფე კონსტანტინე მელიქიძე ქორეპისკოპოსი იყო და ერთადერთი ოთახი ის იყო, ეხლა მეუფე კონსტანტინეს არავითარ იმას არ უქმნიდა დისკომფორტს, კარგი კაცი იყო რაღაც, ჭკვიანი კაცი იყო კონსტანტინე და მეუფე და იქ შედიოდნენ, იქ რა საუბრობდნენ, ვისაც უნდა და ბევრი სკამები იყო იქ და დიდი ოთახი იყო რა და მეუფე თადეოზიც იქ გავიცანი, ასე ვთქვათ, ხო და გამეცნო რა და თამაზიო რაღაცა ისახარო, არა ხარო ხასიათზეო, თუ ესეთი ხარო შენ საერთოდ არა მეთქი ხო, მართალი ბრძანდები მეთქი მეუფე მეუთხარი და ეს მღვდელმთავარია ეს კაცი. ხო და წაგიყვანო ჩემთან და დაისვენეო 1-2 თვეო და რა გინდაო ეხლა, ზაფხული მოვიდა რა უკვე რა ამასობაში და დაისვენეო რა 1-2 თვეო დაგასვენებო, მშვენიერი ის არისო რა ქვია, კურორტიაო, ესო ისო რაღაცა, მიიხსნის ამას და მე ახლა იმას ხომ არ ვიტყვი, არ მინდა კაცო არც დასვენება მინდა, არც ის მინდა, მე ხო არ ვიცი ეს კაცი ვინ არის რა არის და როგორ არის და ყველაფერს მოუყრი თავს ბოლოში და გეტყვით ახლა რაშია საქმე და რა ვერ ვიფიქრე, რა ვერ გავთვალე, ვერც გავთვლილი კაცო ბავშვურ ასაკში მე რა უნდა გამეთვალა, მაგრამ როდესაც გავიდა წლები რაღაცა შუა ასაკში სხვაგვარად ჩამომიყალიბდა ეს ამბავი, მაგრამ დღეს უკვე რაღაც ხნის კაცი ვარ, უკვე გავლილი ცხოვრება, მაგრამ დღეს უკვე მოვლენებს უკვე ჭეშმარიტად ვაფასებ ზუსტად ისე როგორც იყო, მე უკვე ვხედავ ნათლად რა და როგორ მოხდა. მაგას რა თქმა უნდა ბოლოში დასკვნის სახით შემოგთავაზებ და გეტყვით. ხო და მე ახლა ვიავალო პატრიარქს შეუთანხმდებიო, რომ მე უნდა წაგიყვანო შენო და მოგხედაო 2 თვეო ისე გატარებო, შემოგატარებო მთელ ჩემს ეპარქიასო, იქით აქეთო რაღაცეთ პირდება რა ხიარული კაცი ჩანს რაღაცნაირი თანხმობებებით არ ატოვებს ისეთ შტაბეჭდილებას, რომ მე ვიფიქრო რომ ეს არის რაღაცნაირი კაცია, რომ ამან აი რაღაც ხიარული ადამიანის შტაბეჭდილებას თოვებს და თან კეთილშობილი ადამიანის შტაბეჭდილებას. აი როგორ გითხრათ ახლა არანაირი ის არა ვარ წინააღმდეგი ვთქვათ რომ წავყვე. აი წარმოიდგინეთ ისე ვარ ხა თბილისში მაინც მე ვიფიქრე ხა წავალ დავისვენებ ახლა ამას მშვენიერი ის ქონია კაცო. ხო და მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ პატრიარქი არ დავტოვო. იმიტომ რომ გარკვეულწილად რაღაცა მაინც შიში მიპყრობდა რაღაცის და აი დღესაც არ ვიცი რა იყო ეს შიში, რის მიმართ იყო შიში ხა. წარმოიდგინეთ ახლა მე როგორ ვარ წასული ამ გზაზე, მე არა ვარ ეს ხას უსვამას და მიაქციეთ ყურადღება, სულიერი მოთხოვნილება ჩემი ეს არ არის და იძულებითი ნაბიჯია და წარმოიდგინეთ ახლა მე
პატრიარქს უნდა მოუცილდე გვერდიდან, მაგრამ მივიდივარ აგერ ამ მღვდელ მთავართან, რაც თუ წავალ და დავისვენებ რა ჯობია ცოტა ხანი რაღაცას ამოვისუნთქებ ჰაერზე და იმაზეც დაცხა ცოტა ქალაქში. ცოტა ხანში ჩამოვიდა დაბლა და მითხრა რომ წამოდიო, მითხრა და პატრიარქთან ერთად ავედით უკვე. და როდესაც შევედით, ესე იგი პატრიარქის ოთახში უწმინდესი სერიოზული სახით იჯდა რა და უწმინდესო წავიყვანო ამასო და რამეო და თამაზის თანახმაო რომ წამოვიდესო და პატრიარქმა შემომხედა მეო და თამაზიო ხო და მეოთხე რა ვქნა მეთქი უწმინდესო თქვენ როგორც მეტყვით მეთქი ისე გავაკეთებ მეთქი რა უნდა დავეკითხო კაცო კაცთან ავარ და ეს კაცი არის ჩემი მფარველი და ეხლა მე ამას ხო უნდა დავეკითხო რომ წავიდე და რაღაც სხვანაირად მითხრა როგორც გადაწყვეტაო შენო როგორც გადაწყვეტ ისე გააკეთე თუ გინდაო აქ იყავიო თუ გინდა წადიო თუ გინდა შოთას ხო ეხმარებიო იქ რაღაც საკაცებში აქ იყავიო თუ არა და რა ვიცი როგორც გინდა ის შენ გადაწყვეტე ეგ საქმეა მართალი გითხრათ ჩავფიქრდი და ვიფიქრე ახლა იმ კაცს უნდა ვაწყენინო რა იქნება ანუ წავიდე რა ორი თვე რა თუ არ მომეწონება ხა წამოვალ და დამთავრდა თუ თქვათ ერთ თვეში დავისვენებ ვინდა მიჭერსო და ხდება ასეთი რამ რომ მივდივარ და ამ კაცს მანქანა არ აქვს მანქანა შეუძლია რომ ყავდეს მერე და მერე გავიგე უკვე უმდიდრესი პიროვნება ხო და მატარებლით წავედი და ორ ადგილიანი ისა გვაქვს რა ქვია კუპე და მე წევარ მაღლა და რატომღაც იმ საღამოს თავი ამტკივდა რა თავის ტკივილები მაინდა-მაინც არ ვიცოდი ხოლმე მაგრამ რაღაცა ძლიერად ამტკივდა თავი და ისე არის რომ რო წამოუწევ თავს აი ძალიან იმას შვება რა ქვია აი რაღაც თავბრუ მეხვევა თუ არ ვიცი წნევა მქონდა დაბალი რა იყო ვერ გეტყვით მაგრამ ძალიან მტკივა თავი და ამ ფეხზე ადგომაში სანამ დავდგები და გავიმართები ეს ცოტა ხანს უნდა ვიდგე რომ გავიმართო ცოტა ნუ რაღაცა საშინელ მდგომარეობაში ვარ ამან შემატყო და ნუ გეშინიაო იქ რომ ჩავალ რომ გიწამლებო ასეო ისეო რაღაცებს მეუბნება და ამ დროს გარეთში გადის შემოდის ეს კაცი რა ეს მღვდელმთავარი და რაღაც ხმა გავიგე გარედან ამ მაშინ ტალანში ამ მატარებლის იმაში რა რომ ვა მამაო ვიღაცამ უთხრა და რაღაცა ხმა გავიგე დარტყმის ხმა ესე იგი მხარზე ხელი დაარტყა თუ არ ვიცი რა არის და მამაო შეძველო თუ რაღაცა უთხრა ვიღაცამ და შენ როგორ მიბედაო მეო მღვდელმთავარსო ესეთ რამეზო ვინო ხერი ხარო ამან უთხრა და წადი შენი ესე და ისეო და ხო და ახლავეო იმას დაუძახებო რა ქვიაო გამცილებელო მილიციასო ამან უთხრა და ამას ვიზამ იმას ვიზამო და ვისაც გინდა დაუძახეო ფანჯრიდან გადაგაგდებო ასეო და ნუ რაღაცა ჩხუბი ხდება გარეთ და ეხლა წარმოვიდგინეთ ეხლა ცუდად თავარ კაცო გადმო აი რო იტყვიან მაპატიეთ ამ სიტყვაზე და მაღლიდან აი ჩამოუფობ ხდი რა რომ გავიმართო ამ ასე რა ქვია მოვჭიდე ხელი მაღლითა საწურის იმას და გავმართე ეს თავი როგორც იქნა გავიმართე ესე იგი რაღაც და გავედი და რო გავედი უკვე ეს უკვე ხელით ეტანება ეს ვიღაცა რა ვიცი ნასვამია ცოტა თუ არ ვიცი ვინ არის ახალგაზრდა ბიჭია რა იქნება ალბათ 35 წლამდე ღმერთო მომეცი ძალა მე ესე იგი შევთხოვე ღმერთს რომ ესე იგი ისეთი ცუდა თავარ აი ფეხზე ძლივსავდგევარ და მივედი და ჩავავლე ამ საყელოში ხელი გამოვკარი ხელი და გამოვათრიე გავიყვანე ვაგონებს შორის რო ადგილია და
1-2 წაუთაქე იქ რა. და მერე ამან იქ რაღაცა მთელი წივილ-კივილი ატყდა ისინი, ესენი გამცილებლები, ისინი ვიღაცები მოცვიდნენ იქ ხო და თამაზიო, შენ რა მაგარი ყოფილხარ, როგორც ჩემ ცველად უნდა აგიყვანო მითხრაო. მე უთხარი კაცო, რა მცველად უნდა ამიყვანო? ბერად მოვედი, ბერად მინდა შევდგე კაცი და მცველად თუ მინდოდა მცველად მოვიდოდი მეთქი მე უთხარი. მოკლედ იცინის კისკისებს ყვდება სიცილით, რაღაცნაირი სიცილი იწოდა რა და ნუ ჩავედით იქ ადგილზე, იქით წამიყვანა, აქეთ წამიყვანა, იქ მაჩვენა რაღაც მონასტრები, ისინი მატარა რამე, მაჩვენა აი რამდენი ფული მაქვს მოსკოვში მივდივარ ეხლაო. რაფერი ზოლგა ჩამოგიტანო მარტო შენის მითხარიო, რომ მე და შენ ერთად ვივლითო და ჩემი მცველიც იქნებიო და თან ბერათაც გაკურთხებოდა. ნუ ამ რაღაცებში ვართ უკვე რამდენიმე დღე გაიარა ამ იმაში. თან ეხლა მხედავს რომ დილით ნუ დავიწყე უკვე რაღაც პატარა იქ ყოველდღილა ვარჯიშობდი და დღეში ორჯერ ვარჯიშობდი რა შუა დღის მეორე ნახევარში ძალისმიერი ვარჯიში და დილით დავრბოდი ხოლმე და ეს კაცი მიყურებდა ეხლა სახლი აქვს ორსართულიანი, სადაც ცხოვრობს დედა, ნუ მისი მამინაცვალი და დიშვილი, რა ვიცი, დიშვილია ჩემიო, პატარა გოგონა ამ სახლში. ხო და ერთი სიტყვით მოდიან მიდიან იქ, რა ვიცი, სადღაც იქ მივედით ჩვენც, ნუ ვიარეთ, ნუ ერთი კვირა სადღაც დაახლოებით, რა ვიცი, რამდენიმე დღე მაჩვენა იქ ადგილები და ერთ-ერთ მონასტერში რო ავედი, ერთ-ერთი ბერის კელიაში შევედი, ჩვეულებრივად, ეხლა მათვალიერებინებენ, იქ შევედი, აქ შემოვიდა, საწოლზე ჩამოვჯექი და საწოლზე რო ჩამოვჯექი, ეს ბერი ამასთან ახლოს არის, ეს ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭია და საწოლზე რო ჩამოვჯექი, რაღაცა მაგრად ვიგრძელი რა, რომ რაღაცა ცოტა ისეთი იმით რაღაცა დევს ამ სეტკიანი ის არის საწოლია და ნუ რა ჩემი საქმე იყო, მაგრამ ავწიე ისლეიბი და რასავხედავ, ორლულიანი თოფი დევს თავისი პატრონტაჟს რომ ეძახიან სავსეა ტყვიებით, ეს წელზე შემოსარტყმელი მონასტერში. ეს თოფი და ეს ამდენი ტყვიები. დავაფარე რა თქმა უნდა ეს ლეიბი ჩვეულებრივად არაფერი არ მithქვამს მე, ვითომ ისე მოხდა რომ ვათვალიერებ იქაურობას, იქ მონასტერში შევედით ჩემო ბატონო, იქ მოხუცი ბერი გავიცანი, ხო, იქ გავხედე, გამოვხედე, დედათა მონასტერი იყო და დედები ცხოვრობდნენ ბევრი, ალბათ რა ვიცი, ერთი არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით ალბათ ერთი 10-12 ადამიანი ცხოვრობდა, ქალბატონები და ამ მონასტრის წინ იყო აი ამ შესასვლელი საიდანაც აქ უნდა მონასტერს ესე იგი უკანა მხრიდან იყო ზემოთ უნდა ასულიყო და ჭიშკარი შემოდიოდა დიდი და ცოტა დამრეცი ადგილი იყო და ამ მონასტერში საიდანაც კარი იყო შესასვლელი მონასტერში უკვე თვითონ ტაძარში იმის წინ იყო პატარა ადგილი რაღაცა პატარა მოედანივით სადაც ეს ხალხი გუშდებოდა და აი ამ წინა მხარის უკვე წინ უკვე ამ მონასტრის შესასვლელის წინ იყო კლდე და ამ კლდეს რო ჩავხედე საკმაოდ ღრმა იყო ანუ დაბლა ადამიანი არ უნდა რატომღაც ეხლა იქ შემოფარგლული ღობე და რაღაცა არის და ნუ ხალხმა იცოდა იქ ახლოს არ მიდიოდა და საკმაოდ მაღალი ის იყო რა ქვია კლდე ადამიანი რო გადავარდნილი იყო და აილეწებოდა იქ რო მაგრამ უბრალოდ ჩავხედე მაინც და კიდევ კარგი რო ჩავხედე და აი სად გამომადგება ეხლა ეს ჩახედვა მომისმინეთ ყურადღებით დავათვალიერე კარგად ის დაბლა ადგილი და დღესაც არ ვიცი რატო ვათვალიერებდი ესეთი გულდასმით იმ კლდის სიღრმეს კიდე გეუბნებით ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება რაიმეს რო გიყვებით რომ იქ არის ჩადებული ღვთის რაღაც განგების რაღაც ძალა მოქმედებს არაფერი არ ხდება რაღაც მიზეზის გარეშე
ყველაფერს აქვს მიზეზი, თუნდაც ადამიანის მოქმედებას. და აი ეს, როდესაც მე ვსაუბრობ, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ რაღაცა ხდება რაღაცის გამო. და მას ვათვალიერებდი ამ კლდის სიღრმეს და აი კიდე გეუბნებით, ესე იგი, რატომ ვათვალიერებდი ამას, მერე გამოჩნდება. მე ძირითადად ვცხოვრობ იმ მღვდელმთავრის სახლში. მას აქვს ორსართულიანი სახლი. შიგნით ეზოში რო შედიხარ, არის პატარა კარი, ამ პატარა კარიდან შიგნით ეზოში უკვე ღრმა დრო შედიხარ პატარა კარში და საიდანაც შედის მეორე სართულზე ადის კიბე. ამავე დროს გარედან ჭიშკარში რო შედიხარ, არის ჩვეულებრივი გარე კიბე, რომელიც ასევე უკავშირდება მეორე სართულს და ადიხარ მეორე სართულს. ანუ აქედან შედიხარ პირდაპირ ზალაში, რასაც კორიდორია, ჯერ პატარა კორიდორი, რომლის პირდაპირ არის ამ მღვდელმთავრის კაბინეტი. შემდეგ აქეთ სანამ იმ ოთახში შეხვალ, პირდაპირ არის ეს მისი კაბინეტი. ხელმარცხნივ არის, ესე იგი, ზალა, სადაც მე იმ დივანს ვშლიდი და იქ ვიწექი და აი ამ ზალის პირდაპირ, ანუ იმ კაბინეტის გვერდით უკვე არის მისი საძინებელი ოთახი. უკვე იქით მხარეს უკვე მისი მამინაცვალი, დედა და ის დიშვილი ცხოვრობენ. მაგრამ ეს თითქოს დამოუკიდებელია ერთმანეთთან, იმიტომ რომ კიბე იქ ადის და იმათთან შედის, იმათ სხვა ოთახები აქვს იქით, ანუ საკმაოდ დიდი სახლია. ხო, ხდება ასეთი რამ. ბევრი რო არ ვილაპარაკობთ, ერთ ღამეს ჩვეულებრივ მე ჩემ საქმეში ვარ გართული, ვარჯიშობ, ხან იმას ვაგებ, რაღაც ხან წამიყვან სადღაც იქ რაღაც საკურთხიაო იმასთან დავყვები ამ კაცს რა. რამდენიმე დღემ გაიარა ამ ერთმა კვირამ თუ რაღაცამ და მოუვიდა ამას სტუმრები, სასულიერო პირები. და მოიტანეს შამპანური, კონიაკი და რაღაცები. და დაბლა პირველ სართულზე იყო ერთი ოთახი, სამზარეულვარი იყო, ოთახი იყო ჩვეულებრივი, მაგიდა იდგა, ამ მაგიდასთან გაშალეს ეს დაждდნენ და მეც იქა ვარ, აი ის ბერიც იქ არის, ვის კელიაშიც ის თოფი ვნახე. ეს ახალგაზრდა ბერი. და სხვა მონასტრების წინამძღვრები, სასულიერო პირები რამდენიმე, ალბათ ერთი 6 კაცია დაახლოებით თუ რაღაც 5-6 კაცი. ხო და რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ მე არ ავსვამ სასმელს. იცით რომ მე არ ვსვავდი არანაირ წვეთის ზამლები არ ვიყავი, არც ისე და ხდება ასეთი რამ, რომ ცოტა შეზარხოშდნენ ესენი და დაიწყეს ძალიან ცუდი ლაპარაკი. და ეს ცუდი ლაპარაკი ეხებოდა არა ვთქვათ, მე პირდაპირ გეტყვით რა, არა ქალსა და მამაკაც შორის ურთიერთობებს, არამედ კაცსა და კაცს შორის ურთიერთობებს და მე გამომრჩა ერთი რამე თქვენთვის მეთქვა, რომ თვითმღვდელმთავარმაც და იმ ბერმაც ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს მკითხეს, რომ შემეძლო ძალიან მაპატიეთ ეხლა ჩემმა გამომწერებმა, ძირითადად კალბატონებმა, მაგრამ ეს მინდა გითხრათ, ცალ-ცალკე გამომკითხეს, მე ვიყავი თუ არა ნორმალური კაცი, ანუ ქალთან შემეძლო ურთიერთობა თუ არა. მე ამათ კიდევ უხსენი, რომ მე ფაქტიურად იძულებით მოვედი აქტორე, მე არავით არის კაცო, არც პრობლემა მაქვს, არც რაიმე პრობლემა მაქვს, არც ვთქვათ ისეთი რწმენით არა ვარ მოსული, რომ ეს ჩემ გზად მიმაჩნდეს და თუ დავინახავ, რომ რაღაცას შევეთვისები, ამ შემთხვევაში აღვიქვეცები ბერად. მაგრამ ეს გამომკითხეს, რომ სცოდნოდათ, რომ მე ესე იგი ვიყავი ნორმალური ამ მხრივ თუ არ ვიყავი ნორმალური. იმიტომ რომ იქ ალბათ ასე ვფიქრობ, ეკითხებიან ადამიანებს, რომ რომელ ჯგუფში ჩაწერონ, იქით თუ აქეთ. ეს ასე ყოფილა, ეხლა მე დღეს ეს არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ ესე იყო.
და ბოლოს გეტყვით კიდე წეღანაც გითხარით დასკვნა ბოლოს გავაკეთოთ აი ამ ასაკში როგორ დასკვნას ვაკეთებ უკვე როცა ასაკს მივახცი. ხო და ხდება ასეთი რამ რომ ცუდი ლაპარაკი დაიწყეს ამათ. რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო მაგალითად და მე რას გამოთქვავდი კაცო ახლა მღვდელმთავარს ხო არ მოუწოდებ და იმ აღმატებულ სასულიერო პირებს რომ ვლაპარაკობთ ამაზე მეთქი გარიდება ვამჯობინე ამოვედი უკვე ბინდდება მე ნავარჯიშევი ვარ იმ დღეს უკვე ბინდდება უკვე ამოვედი იქ ზალაში ცოტა ხანი დავჯექი მე ნუ ესენი ის ხდრენ იქ ის ხდრენ ის ახლა მე მაგათ ხო არ დაველოდები ახლა ვინსად როდის წავა და როდის მოვა ამიტომ ჩემი საწოლი მაქვს იქ და ბოლოს რომ ნუ დაღამდა უკვე გავშალე ეს საწოლი და მე არ ვიცი ისინი როდის დაიშალნენ. გავშალე ეს საწოლი და დავწექი. მძინარეს ჩამესმა ხმა. აი როგორც სპეცრაზმი რო დამესწამეთქი თქვენ მოусმინეთ, ვინც მოусმინეთ მეძახის ადამიანის სახელით. და როდესაც თავი წამოვწიე, აი ეს დივანი სადაც იდგა იმ დივანის ესე იგი თავი მქონდა იმ ოთახის მხარეს და თავი რომ ავწიე მისი კარი ყოველთვის იყო მიხურული მისი საძინებელი ოთახის კარი არასოდეს ის კარს ღიას არ ტოვებდა ღია იყო ეს კაცი იყო პირქვე წაწოლილი და ეს ბერი არ ვიცი ნუ რაღაცა ხდებოდა და თამაზი ახლა ნასვამები არიან ესენი. ნუ ეს უკვე ისეთი რამე იყო რომ აქ ორი ვარიანტი მქონდა. ან ამათ უნდა დავტაკებოდი და რამე მომხდარიყო და რაიმე რომ მომხდარიყო და შემდეგ ჩარეულიყო მილიცია მე ამას ვერანაირად ვერ დავამტკიცებდი, იმიტომ რომ ოჯახი გამოვიდოდა ის დაუდგებოდა ისინი ერთად ერთ ხმაში იმღერებდნენ და ფაქტიურად აღმოჩნდებოდი მე მარტო და ვერაფერს ვერ გავაწყობდი და ეს ესე იგი დამნაშავე გამოვიდოდი ვინმე რო ან მეცემა ან რაღაცა ნუ ერთი სიტყვით იმ მომენტში რაც გადავწყვიტე ეს იყო ერთი რამ დღესაც არ ვიცი როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება მაგრამ საკმაოდ სწრაფად მივიღე ეს გადაწყვეტილება ავდექით ჩავიცვი ჩანთა რომელიც მე მქონდა ნუ გამოსაცვლელი ტანსაცმელი სპორტული ტანსაცმელი იყო თუ ის იყო რაღაცები ეს ყველაფერი გამოვკარი ერთად ჩავალაგე ყველაფერი და ამ ზალის გასასვლელ უკვე კორიდორის კუთხეში დავდე კარებთან ამ ზალის კარებთან და გავედი სახლიდან და ჩავედი კიბეებზე და რო ჩავედი კიბეებზე ფიქრობდი საით ამეღო გეზი ქალაქს არ ვიცნობდი დასავლეთში ხდება ეს ამბავი ქალაქს არ ვიცნობდი პირველად ვიყავი იმ ქალაქში ნამყოფი მაგრამ ნუ იქ რომ მოვდიოდით რაღაც ხო დავიმახსოვრე და აი ამ ტრასიდან ვიცოდი როგორ ადიოდა გზა იმ მონასტერში სადაც ეს ბერი ცხოვრობდა და სადაც ის მოხუცებული კაცი ცხოვრობდა ძალიან კარგი ადამიანი. ამ დედათა მონასტერზეა ლაპარაკი. სადაც იმ კლდეს რო ჩაუყურებდი მეთქი რო გითხარით. ავიღე იქით გეზი რომ იქ დედები ან ეს ბერი მოხუცებული შემიფარავდნენ სადღაც გამომიზებნიდნენ და დილით ავდგებოდი და წამოვიდოდი თბილისში. ეს უკვე ძალიან გვიანია ღამეა. პირველს გადაცილებული მოვდივარ ტრასაზე, ანუ მე ვიცი ამ ტრასიდან მხოლოდ და მხოლოდ გზა, მე არანაირი მოკლე გზა იქ არ ვიცი როგორ გადადის თურმე იქიდან მოკლე გზაც გადადის ამ მონასტერზე, სადაც ის კაცი ცხოვრობდა, მაგრამ მე ჯერ ტრასაზე ჩამოვედი, მე ტრასიდან ავედი და ასე შემდეგ. აი მონასტრისკენ მიდის გზა, სანამ მთაზე ახვალ ესე მიხვეული გზა არის და შემდეგ უნდა გადაივაკო.
და რომ გადაივაკებ რაღაცამდენ თქვათ რამდენიმე 100 მეტრში მე მარჯვნივ არის გადასახვევი, სადაც არის სამხედრო ნაწილი და პირდაპირ თუ გააგრძელებ გზას, ბოლოს მიგიყვანს იმ მონასტრამდე, სადაც მე მივდივარ. მაგრამ სანამ ამ გზას დავადგები, უნდა გავიარო ეს რაღაც გარკვეული დასახლებული პუნქტი, ამ პუნქტს რო გავწდები, მე არის ხელმარცხნივ სასაფლაო, ამ სასაფლაოსაც რო გავწდები და მე უნდა შეუდგე ამ მიხეულ-მოხეულ გზას, რომელიც ამიყვანს ამ მთის ბოლოს სიმაღლეზე და მე გადავივაკებ და წავალ უკვე მონასტრისკენ. და როდესაც მე ამ უკვე აუხვიე უკვე ამ დასახლებულ პუნქტში ეს ტრასიდან გადაუხვიე უკვე ხდება ესეთი რამ რომ მივადექი სასაფლაომდე შუქები ცოტა შორიდან ესე იგი მაშინ ეს ლამპიონები იქ არ იყო და იყო ესე იგი ჩვეულებრივი ნათურები ეს ქუდიანი ისინი რო არის ნათურები ესენი ეკიდა და ესე იგი ამ ესე იგი შუქს კიდეს ცემს ეს შუქი სადაც მე დგავარ ამ სასაფლაოს პირდაპირ. როდესაც გაუსწორდი სასაფლაოს ერთი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა სასაფლაოდან. უკვე იქნება ალბათ 1-2-ისკენ დაახლოებით. მე ხო დრომ დამჭირდა სანამ ეს მთელი ქალაქის ტრასა გადმოვკვეთე. თან მოვდივარ, ხო არ მოვურბივარ კაცო, მოვდივარ ნელის სული. ხო. გამარჯობა ძმაო. მე ერთმა გაგიმარჯოს მე ვთხარი. ახალგაზრდა ბიჭია. მამაო ახალი გარდაცვლილი მყავსო და სასაფლაოზე ვარო და იქნებაო მობრძანდეო და ერთი ჭიქაო შეეწიო მამა ჩემის სულს თუ რა ვიცი რაღაცნაირად მითხრა. მე ვთხარი შენი ჭირი მე მონასტერში მივდივარ მე ვთხარი ნათელში ამყოფოს მერთმა მამა შენი და თანაც არც ვსვავ მე და არ შემიძლია არც ერთი წვეთის დალევა და აბა რაზე შემოყვე. მერთმა გაანაცვლოს მე ვთხარი მამა შენი შემეცოდა რომ ახალგაზრდა ბიჭი უმამოდ დარჩა. წარმოვიდგინე ხა ჩემი თავი და შემეცოდა. ხო და ხდება ასეთი რამ რომ არა უნდა შემოხვიდეო. მეუბნები რომ უხსნი ამას რომ თან მეწოდება კაცო. კარგად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭია ეს ჩემზე შეიძლება უფროსი. უხსნი ამას რომ ესე მეთქი ისე არ ჭირს რა. აი ამ დროს მეორე ახალგაზრდა გამოდის სასაფლაოდან. აქ უკვე დავეჭვდი. იმიტომ რომ აქამდე მეუბნებოდა რომ მარტო ვარო მეო და ის მეორე როგორც გამოვიდა ხელი წამავლო. წამოდიო რა გთხოვთო ახლაო და რამეო და უკვე ესე იგი ძალის მიერი იმით და ამ მეორემაც წამავლო ხელი. ეხლა წარმოიდგინეთ აი ძალიან არ მიყვარს აი ახალგაზრდებს მოუწოდებ რა. ყველაფერს განსაზღვრავს ღმერთი. ყველა მიცოდეს. ახალგაზრდებო, ვინც მისმენთ ნორმალური გონების ხალხი. მაგრამ იცოდეთ ერთი რამ. ზოგ შემთხვევაში ფიზიკური ძალა არის აუცილებელი. თქვენს გადასარჩენად შეიძლება იმ ფიზიკურმა ძალამ ითამაშოს მთავარი როლი. მე ეს 2 კაცი კი არა, ამათ კიდე 2 და 4 კაცი რო დამატებოდათ, ძალათი ვერ შემიყვანდნენ მე თუ მე არ მენდობებოდა. არ იყვნენ ესენი იმ დონის ხალხი რომ ჩემთვის წინააღმდეგობა გაეწიათ და როდესაც ამათ ორივეს ჩავავლე ხელი და ესე იგი უნდა სხვანაირად უნდა მოვქცეოდი, აი ამ დროს ამ ბნელი სასაფლაოდან ისკუპა იმ ბერმა, რომელიც მთავარ ეპისკოპოსთან, იმ მღვდელ მთავართან იყო
და იქ ვიხილე ისეთ სიტუაციაში. თამაზი არ დაარტყავ, მე იმიტომ რომ უკვე მოემზადე, იმიტომ რომ ხედავ რომ ესენი მე ამათ ისაუბონი ვარ მე რომ შემათრევენ თუ არ ვიცი რა უნდათ. კაცო შენ რო წამოხვედიო, ვიფიქრეო რომ შენ ტრასიდან წამოხვიდოდი და მოკლეზე გადმოუჭერიო და სადაგნახე უყურეო. ამ ბიჭებს იცნობ და ვითომ ესაო სახელებით მიმართ აღარც მახსოვს რა ერქვა იმათ. ხო და ესო კაცო ჩვენი იმასთან არისო რა ქვია ჩვენი იმასთან მოდელმთავრის სახელი უთხრა და წამოვიდაო მონასტერშიო და ამას გამოუყევიო რა. რაღაცნაირად თავისებური ბიჭიაო და დაანებეთ თავიო რა, თითქოს ესე იგი მე უნდა დამანებონ თავი. იმათ დაატყეს რომ ამათ ესე იგი შემოათლეშავდი ერთმანეთს წიწილებივით და ამან ესე იგი გამარიდა ესენი. ეხლა კარგად მომისმინეთ რა. მე არ ვიცი. ვერაფერს ვერ ხვდები რა ხდება. ჩავთვალე რომ ეს გამომიდგა უკან, შემთხვევით ვნახა, მე გულუბრყვილო კაცი ვარ. დღესაც კი გულუბრყვილო ადამიანი ვარ. მიუხედავად ამისა, რომ ამხელა ცხოვრება გავიარე. და ავდივართ მაღლა, აი ძალიან დიდი გზაა ეს მიხეულ მოხული, სანამ მთაზე გადაივაკებ. ანუ ჩვენ რომ მთაზე გადაგვევაკა, მე იქ დავრჩებოდი მკვდარი და ისე ჩამარხავდნენ, ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიგებდა და მე რომ ეს წერილი დაუბეჭდე კვირის ქრონიკაში, ერთი ქალბატონი მოვიდა და დიდუბის ეკლესიასთან შევხვდით დამირეკა და იქ მითითებული იყო ჩემი ტელეფონი ამ წერილის ბოლოს და მითხრა რომ რამდენიმე წლის წინ ჩემი შვილიო მონასტერში წავიდაო და უგზო-უკლოდ დაიკარგაო. და თქვენ რო ეს დაწერეთო, თქვენ გამოცდილება გააქვთო, ხედავთ ამაშიო და მე ემჭვიო ამაზე მაქვს რომ ვიღაცა მოკლა ისო. ეხლა მე ხო გამომძიებელი არა ვარ, კაცო, მე ხო არ შემეძლო ამის გამოკვლევა, ესე იგი სად როგორ და რანაირად და ერთი მონასტრიდან მეორეში წავიდაო და შეიძლება ნადირმა შეჭამა და გადაუჩხრიკეთ მთელი ტყეები და ნადირი იმ ტანსაცმელსაც ხო არ შეჭამდაო, კაცო. ვერ მივაკვლიეთ სამშაღლაბა თუ მიწამ ვერ გავიგეთო. რა თქმა უნდა მოკლეს. ისიც რაღაცა ამდაგვარს შეესწრო. საქართველოში არ ხდება ეს მარტო, წაიკითხეთ ის 1000 რამეა ამაზე შექმნილი და სოფლიოში ყველგან ხდებოდა ეს და ხდება დღესაც და რა ვიცი პედოფილები და ნუ 1000 ვინმე მამათმავლები და რა ვინ აღარ არიან ქვეყანაზე. იმიტომ გეუბნებით იმ ბერათ აკვისის შემთხვევაში უარესი რამ ხდება და კორნელი კეკელიძე მაგალითად აკადემიკოსი იყო და დეკანოზი იყო მანამდე იმისი რა ქვია ქაშვეთის ტაძარში. გაიხადა კაბა, წავიდა და მეცნიერებაში და აკადემიკოსი გახდა. ასე რომ აი ბევრი შემთხვევებია ისე რომ ცოდვით ეცემა ბერი, ნუ ძალიან ბევრი შემთხვევაა და აი ეს ამ ჯვრის აწევა ესე იოლი არ არის რა. ერთი სიტყვით სანამ ჩვენ გადავივაკებ მე და ეს ბერიც მომყვება უკან. მე წამოვედიო რა სად უნდა დაგეძინაო თუ არა შემკელიაშიო. და უნდა გადავივაკოთ უკვე რომ გადავსულიყავით კიდე გეუბნები და ვერ დამენახა მე ის რომ ქვემოდან შუქები დაარტყა მანქანამ და მანქანა მოდიოდა ამ მიმართულებით მე ვერ დავინახავდი და მე იქ კიდე გიმეუბრებთ აი ალბათ არ ვიცი ის ბიჭი როგორ გაქრა მაგრამ ცოდვას ვერ დავიდებ და ვერ ვიტყვი და ვერავის დავწამებ ცილს მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ისიც რაღაცა შეესწრო და ასე მოკლეს. მე აუცილებლად მომკლავდი. რომ დავინახე რომ ეს მოდიოდა დავაკვირდი რა იყო. რომ მოახლოვდა მთასთან სანამ ამოვიდოდა. ისინი ხო ვერ დაგვინახავდნენ ჩვენ მაღლა მთისწვერზე ვიყავით. და ეს არის ავტობუსი ლაზი. აი დიდი ავტობუსები რო იყო, ბომბორა ავტობუსები. რა თქმა უნდა ამ აღმარს ნელ-ნელა შემოუყვა, მაგრამ მე ამას უკვე ეჭვი შემეპარა.
აი აქ შემეპარა ეჭვი, რომ ესენი ერთად იყვნენ და ხელმარცხნივ ამ მონასტრის ისა გარკვეული რაღაცა გზა მიდიოდა ჩვეულებრივი და მე ხელმარცხნივ ცოტა ფერდობი იყო და ამ გარკვეული გზის გავლის შემდეგ ხელმარჯვნივ უკვე ცოტა პირიქით ფერდობი იყო იქ სიმაღლე. აქ დაბალი ის იყო ადგილი და იქ ცოტა მაღლდებოდა. ანუ ამ გზაზე გელაპარაკებით. აი ამ შემაღლებულ ადგილზე იყო ადგილ ბუჩქნარები. ამას სწავლეს ბერი არ იყო ფიზიკურად სუსტი ახალგაზრდა კაცი იყო და იქ რაღაცა იშხუბა კიდეც და დავინახე რომ არ იყო სუსტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემ იმაში არ წარმოადგენდა დიდ არაფერს, წავავლე ქეჩოში ხელი უკანა მხრიდან ფაქტიურად დავიმორჩილე და მე ვუთხარი ეხლა შენ დაემორჩილები ჩემ სიტყვებს, თორემ მე არ გამიჭირდება შენი აი უეცარი გათიშვა. დამემორჩილა, არანაირად არ გამიწია წინააღმდეგობა, იმიტომ უკვე მე გადაწყვეტილი მქონდა რომ ამას შემოვცხოვდი, წავათრებდი და დავაგდებდი სადღაც და დამემორჩილა უკანა მხრიდანა ვარ მოქცეული, უკან იმაში მაგ კისერთან ჩავლებული ხელი და მიმყავს ესეთ დამორჩილებული და შავი ცუცქეთ ისეთ ბუჩქნართან, სადაც ცოტა ისეთი მასიური ბუჩქნარი იყო. ეს ავტობუსი ამოვიდა და მოდის ნელ-ნელა გზაზე. ჩვენ გარკვეული მანძილი უკვე გავლილი გვაქვს. და რო ამოვიდა ამ ავტობუსი ისეა რომ ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ისინი როგორ დაგვინახავენ ბუჩქებში ვართ ჩამალული. დაახლოებით მე ვერ გეტყვით რიცხვს, მაგრამ ალბათ 20-მდე ახალგაზრდა იყო ამ ავტობუსში. აი სწორედ ის ფანატიკები, რომლებიც ესე ბრმად ემორჩილებიან ხოლმე მღვდელმთავრებს და ყველა მოთხოვნას რო ასრულებენ. ისინი იყვნენ ფაქტიურად ჩემს მოსაკლავად გამოსული ხალხი. ეს მობილიზება ყველაფერი როგორ მოხდა და რა მოხდა, გამომყევით ბოლომდე და გაიგებთ ამ წერილში, რომელიც მე დავბეჭდე, კარგად არის ჩამოყალიბებული. და აი ამ ფანჯრებში დავლანდე ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც მე სასაფლაოსთან გადამიდგნენ. ვიცანი, რა თქმა უნდა, შიგნით ხო შუქიანთია ამ ავტობუსში. და იქით და აქეთ მომწყდრები არიან ფანჯრებს, რომ უყურებენ სადა ვართ, წინაც აკონტროლებენ. ეს ავტობუსი წავიდა ეს ავტობუსი, ეს გამოიყვანე, ისევ ამ ქეჩოთი მიჭირავს ეს. მიდის ეს ავტობუსი და ხო გავხსილდა წავიდა შორს. ამას მივარბენინებ, იმიტომ რომ დიდი გზა გვაქვს იმ მონასტრამდე გასავლელი და დავინახე რაღაც მომენტში, რომ ეს ავტობუსი ალბათ ჩავიდა მონასტერში, ვნახა რომ ჩვენ იქ არა ვართ მისულები, სადა ვართ და უკან გამობრუნდა. შუქები რო დავინახე რომ უკან მოდიოდა ეს ავტობუსი, ეს კიდევ გადავიყვანე გზიდან. და ხდება ასეთი რამ, რომ ეს ავტობუსი ჩაივლის, კიდევ გამომყავს ეს და კიდევ მივარბეინებ მონასტრისკენ და ეს ავტობუსი კიდევ შემობრუნდა. და რომ დავინახე შუქები რომ შემობრუნდა, კიდევ გადავიყვანე გზიდან ეს ბერი. აი ასე გადაყვანებით და გადმოყვანებით და ამ ავტობუსის სიარულებით, როგორც იქნა, სირბილით ჩავაღწიეთ მონასტრამდე. მონასტერში გავაღებინე კარები, შევედი მე, ავიღე ეს თოფი და ეს პატრონტაში, შევაგდე შიგნით და დაუკეტე გარედან კარები. ეხლა ვდგევარ მონასტრის ეზოში თოფითა და ამ შემორტყმული პატრონტაშით. თქვენ ეხლა მძაფ სიუჟეტიანი ფილმი არ გეგონოთ ეს, კიდევ გეუბნებით.
ნაკლები გონების ხალხმა და ფანატიკოსებმა წადით მოძებნეთ პარლამენტის ბიბლიოთეკაში 2009 წლის კვირის ქრონიკა და ამ წერილს თამაზალავიძეს წერილს აღმოაჩენთ იქ. ზოგიერთი რო წერს, რაღაცას რა ყარს აწერზე. ერთი სიტყვით, დგევარ მონასტრის ეზოში და ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, რა ვქნა, დავიკავო რამე პოზიცია და აქ რო შემოვლენ ვესრო, რომ ესე იგი მკვლელი უნდა გავხდე, რომელზედაც არასოდეს არ მიფიქრია. მეორე იმას ვფიქრობ, მე რა ვიცი რით არიან შეიარაღებული, 20 კაცია კაცო, მე რემბო ხო არა ვარ, რომ ამ 20 კაცს გავიმასავქნა, რა ქვია, გავუმკლავდე. და აი რა გავაკეთო, ესე იგი უნდა ვიბრძოლო, ხო? ან უნდა გავიქცე, მაგრამ სად გავიქცე? გასაქცევი არ არის, კაცო. სადაც გინდა დაიმალო გათენდება, მოგნახავენ ესენი. აქ კაცი შვილი არ არის, ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. დგევარ და ვფიქრობ და აი მაშინ ვიფიქრე. ავხედე უკან მოვბრუნდი და ყაზარი დგას უკან. მე ვიყურები იმ ჭიშკრისკენ. ვიყურებ რომ როდის მოვა ავტობუსი. შუქებს ჯერ ვერ ვხედავ. ის უჩუმრად გდია იქ. და ავხედე მონასტერს და ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, მაპატიე, მაგრამ ამას, ამ ყველაფერს ეხლა მე წუთი-წუთზე შეიძლება მკვლელი გავხდე. ხო ჯობდა რომ დავმორჩილებოდი ბედს და დავეჭირე მილიციას თუნდაც. დავეჭირე იმიტომ რომ მე ჯარში არ ვიყავი ნამყოფი, არაფერი ისეთი არ მქონდა ზადი, ახლობლები მყავდა, ისეთი ქურდი მიჭერდა მხარს, რომ ნებისმიერ იმაზე მივაღწევდი ჩემს საწადელს და ბოლოს რაღაც კვარცხლბეკზე მეც დავდგებოდი კაცო. და ვფიქრობ ხომ მერჩი უნდა ამ ყველაფერს ის დავეჭირე ბოლო. რა თმინდოდა ეს, სად მოვდიოდი, ვისთან მოვდიოდი, ეს სად მოვხვდი კაცო. და აი ამ დროს ამ ფიქრებში ვარ, თან იქით ვაკონტროლებ რომ ხომ არ მოდის ეს ავტობუსი, ეს ყველაფერი ხდება წამებში, თქვენ არ გეგონოთ რომ ამას რო გიყვებით ეხლა ეს ადვილის ის არის რა ქვია, აბა მიდით ესე იგი და გამოიყვანეთ ეხლა ის რა ვიცი, ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი და ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ ერთი რომ რას გადაწყვეტავს და რას არ გადაწყვეტავს. შეიძლება გულწასული დაეცეს იქ აი შიშისაგან. ამიტომ მინდა რომ ახალგაზრდებო უნდა ფლობდეთ საკუთარ თავს, არა მარტო იმ ფიზიკურად დაიმათ, არამედ სულიერად. ეს არის ერთადერთი გადამრჩენელი თქვენი. როცა დაგეხმარებათ ღმერთო, რომ შიშარაკაც სასუფეველიც არიღებს. ერთი სიტყვით აი ამ დროს მოხდა სასწაული, რომ გეუბნებით ხოლმე, რომ სასწაულები ხდება, უბრალოდ დანახვა უნდა ამას. ამ ბერის, რომელიც ჩავკეტე, მის მოპირდაპირეთ იმ მოხუცი ბერის კელია. და აი ამ შუა ღამისას აინთო ფანჯარაში განათდა რაღაც. და მივაქციე იმას ყურადღება. კანდელი ყოველთვის ენთო იმ კაცს, გასაგებია. მაგრამ სანთელია ანთო და სანთელმა უკვე გააშუქა იქაურობა და შუა ღამისას ის მოხუცებული ბერი, მაშინ იყო 86 წლის, დაიჩოქა და დაიწყო ლოცვა. აი აქ მომივიდა თავში სწორი აზრი. ეს ჩემს გამო მოხდა, მე დღეს რომ ვფიქრობ და ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებ, ვფიქრობ რომ ეს მოხდა იმის გულისთვის რომ მე გადამედგა სწორი ნაბიჯი და აი წამოვედი მონასტრისკენ, სანამ ის შუქები წამოვიდოდა და კიდე მომძებნიდნენ აქეთ და აი ის რომელ კლდესაც ვათვალიერებდი რამ სიღრმე იყო, თვალთა ხედვა არ იყო. სხვა გზა არ არსებობდა და ამ უყუნეთ სიბნელეში იმ კლდიდან უნდა გადამხვდარიყავი. რომ ამეცილებინა მე მკვლელი სიარლიყი და მონასტერში გამემართა სისხლისღვრა.
რამე თუ ვიცოდი, რომ ისინი აუცილებლად მოდიოდნენ ჩემს მოსაკლავად, იმიტომ რომ მე ეს ფაქტი ვნახე. და სწორედ ეს ფაქტი რო არ ჩამომეტანა ქალაქში, მე უნდა მომკვდარიყავი. თქვენ გესმით, სად ხდება ეს ყველაფერი? დავხტები ამხელა, პატარა ფიქრის შემდეგ, ბევრი არ მიფიქრია, იმიტომ რომ ბევრი დრო მე არ მქონდა და გადავხტი ამ კლდეში, ამ თოფიან პატრონტაშიანად. იმიტომ რომ გაუვალი ტყე მაქვს გასავლელი. მადლობა უფალს. არაფერი არ მიტკენია, რაღაცნაირად არ ვიცი რა მოხდა, უვნებლად მოხდა ჩემი ჩახტომა იმ სიმაღლე კლდიდან და წავედი პირდაპირ ტყეში. ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ მივდივარ. თოფი დატენილი მაქვს. ეს შემორტყმული მაქვს ეს ტყვიები. მივდივარ ორიენტაციით, რომ მე საიდან მოვედი იმას ვსაზღვრავ, საიდან ამოვედი, ესე იგი მე მივდივარ იმ ხარისაკენ, სადაც იმ მღვდელმთავრის ბინაა. ძალიან დიდი ხანი მივდიოდი, დიდი დრო დავხარჯე, იმიტომ რომ გაუვალი ტყე იყო, თვალთახედვა არ იყო. მე ამ ორიენტაციით მივდიოდი, ფეხები მეფლობოდა, იქ ტალახი იყო, ის იყო, 1000 რაღაცა, დაბრკოლება, იქ ეკალი, იქ ბარდი, რა ვიცი. იქ ტოტები. და როგორც იქნა, დიდი წვალების შემდეგ გავედი გზაზე. ვინიშნე რომ ეს გზა ქვემოთ უნდა წავსულიყავი მე, იმიტომ რომ ზემოთ უკვე აღარ იყო, იმის სახლი ტრასიდან ახლოს იყო. და წავედი ქვემოთ და არ შევცდი, ზუსტად იმ გზაზე გავედი, სადაც ეს მღვდელმთავრის სახლი იყო. მღვდელმთავრის სახლს რომ მივახლოვდი, დავინახე რომ შუქები ყველგან ჩამქრალი იყო და ერთ ადგილას ემთო მხოლოდ შუქი. ეს იყო მისი მისაღები ოთახი, რომელსაც წეღანაც გითხარით, უკავშირდებოდა, ესე იგი გარედან კიბეებით რო აყვიდოდი, კორიდორში უნდა შესულიყავი, სანამ მის ოთახამდე მიხვიდოდი, მანამდე იყო ზალა, რომელ კუთხეშიაც ჩემი ჩანთა დავტოვე და პირდაპირ იყო მისი კაბინეტი. მე ფეხაკრეფით, ესე იგი კარები ჭიშკარი იყო დაკეტილი, უჩუმრად გადავძვერი ამ ჭიშკარზე, მე არ გამჭირვებია იმ ჭიშკარზე გადაწრობა და ფეხაკრეფით ავედი კიბეზე, სახლი ჰქონდა იმისთანა, რომ იქ გამორიცხული, ჭრაჭუმი და ისეთი რაღაცები არ ჰქონდა, ძალიან მაგარი სახლი იყო იმ დროისათვის და შევედი ასევე ფეხაკრეფით და ეს თოფი მივაყუდე იქ იმასთან, ეს პატრონტაშიც მოიხსენი და დავდე და თუ რაღაცა, არ ვიცი, ჯერ რა ხდება იქ მე ხوار ჯერ მღვდელმთავარს ამ თოფით ხوار მივადგები, რაში მჭირდება, რომ წკიპურით მოვკლავ იმას, ნაზი არსება იყო ჩვეულებრივი ქალური რაღაცნაირი. ხო და რომ შევხსენი კარები. აი ეს ორი ბიჭი, ვინც მე სასაფლაოსთან გადამიდგნენ. ეს თავის მარცხნივ თავის მასთან იჯდა რა ქვია, მაგიდასთან. მაგიდა ქონდა ხელმარცხნივ ამ შესასვლელში. და ეს დივანი და კრესლოები იდგა მოპირდაპირ მხარეს. უკაცრავად. ხო და ეს ორი ბიჭი, რომელიც სასაფლაოზე გადამიდგა, წამოდგნენ. და მე უთხარი დასხდნენ, თორე წიწილებივით გაგიწყვეტა ორივეს და შენ ზედ მიგაყოლებდათ, მე უთხარი. დასხედით ამან უთხრა, თამაზის ვერ მოერევით, დასხედით და თან მოერიდა ამ ჩოჩქოლს კაცო. დასხედით, თოვთ, დასხედით და ეს ორივე ბიჭი წამომართულები, ესენი იქ ვერ გამიწიეს წინააღმდეგობა და ახრა წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ჩემი. იმ ტყეში ვერაფერი დამაგრეს და იმ შუა იმასე რა ქვია, უკუნეთში. მე უთხარი, ეხლა მომისმინე კარგად მეთქი, მღვდელმთავარს უთხარი. მე მივდივარ თბილისში. უკან არ გამომაყოლო არავინ. თორე იცოდე მოვკლავ მეთქი. ის თოფი იქ შენ
ბერს რო აქვს შენახული გქონდა ის თოფი მე მაქვს მეთქი აქ მიუხედავად ამისა ავიღეთ ჩემი ჩანთა ეს რა თქმა უნდა ეს თოფი და ის მაგრამ მე ვიფიქრე რომ ამისი სახლიდან ტრასამდე იყო დაახლოებით სადღაც შეიძლება 250-300 მეტრი მეტი არის და აი ამ გზაზე ჩარეცხილი გზასავით იყო და იამები იყო ძალიან აი ჩათხრილი აი ჩარეცხილი ადგილები ანუ ჩაღრმავებული ადგილები იყო ბევრ ადგილას და მე ისე გამოვიქეცი იქიდან იმ კარიდან რომ ვიფიქრე შეიძლება ვინმე შეიძლება იჯდეს ან თოფით ან რაღაცა იმით და არ მესროლოს და სწრაფად რომ გავიქცევი ვერ გამარჯვებს და მე შემიძლია უკვე გავუმართო ამ თოფით ესე იგი ის ნელა რო წამოსულიყავი შეიძლება ვიღაცამ მესროლოს მე იმიტომ რომ აქ უკვე სიკვდილ სიცოცხლეზე იყო საუბარი და მოურბივარ უკვე უნდა წამოვიდეს რიჟრაჟი მაგრამ არ ჩანს ჯერ არაფერი და წარმოვიდგინეთ ეხლა ძალიან ცოტაა თვალთახედვა და აი ამ სისწრაფით მე რო სადმე ფეხი ჩამივარდეს ისე დავილეწები შეიძლება ჩემი გადარჩენა ვეღარც მოხდეს მაგრამ მთელი სისწრაფით დავეშვი იმ თავდაღმართში ნუ ტრასაზე ალბათ გამოვედი რა წუთ ნახევარში თუ რაღაც არ ვიცი შეიძლება წუთიც არ დამჭირდა არ ვიცი ძალიან სწრაფად გამოვედი იმიტომ რომ ძალიან ცუდი გზა იყო და ეხლა ასფალტიან გზაზე რო გაიქცე გასაგებია ეხლა იგივე მაგრამ აქ მორბი ხარ იქიდან ისკუპები იქიდან იქ რა გარდიგარდ მორბი ვარ კაცო იგი რომ რაღაცა იყოს ვიღაცამ არ მესროლოს და თან სისწრაფით და ჩამოვედი ტრასაზე ტრასაზე ხო თოფითა და პატრონტაში თუ არ გამოვიდოდი იქ მივყარე იქ რაღაცა ეზო იყო იმ ეზოსთან დავყარე და ტაქსომოტორების პარკი ყოფილა იქვე ახლოს და ახალი აფრუტუნებული ტაქსი გამოვიდა სადღაციდან და შეურთქლილი აქვს მინები და მოდის ნელი იმით სულით ანუ გასახურებელია ჯერ მანქანა მაგას დავეძებდი კაცო ჩავხდი ტაქსში მე უთხარი რომ იქ ახლო რაიონში ერთი ახლობელი მყავდა და მე უთხარი წამიყვან კი ბატონო რამდენიმე მოგცე 20 ლარი მე უთხარი წავიდა მოატრიალა მანქანა და წავედით ერთი სიტყვით ბევრი როა ვილაპარაკო ხდება ასეთი რამ რომ ჩავდივარ იქ გავსუფთავდი ყველაფერი დავწყნევდი დავმშვიდდი სადღაც ერთი 3 დღე ავყავი დაახლოებით და წამოვედი უკვე დამშვიდებული რომ ჩამოვედი თბილისში რა თქმა უნდა მივედი საპატრიარქოში პატრიარქმა მაშინვე მიმეო მე მოუყევი ყველაფერი საქართველოს პატრიარქს ზედმიწევნით მოუყევი ყველაფერი პატრიარქი ჩაფიქრებული ისმენდა მე მას უთხარი უწმინდესო თქვენ იცოდით სად მივდიოდი მე მეთქი კი შემომხედა პატრიარქმა მაგრამ თითქოს სხვაგან იყო ფიქრით მე არაფერი არ ვიცოდი მეორედ გაუმეორე ეს კითხვა არ იცოდით უწმინდესო თქვენ მე სად მივდიოდი მეთქი ხომ გითხარით ამაზეო მე არაფერი ვიცოდი პატრიარქის ასეთი მოღუშულობა პატრიარქის ასეთი პასუხი ორნაირად მიიღებოდა ერთი მაშინ ყოველ შემთხვევაში მე კი ეს ყველაფერი გაირკვა ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ მეტადრე მეუფე თადეოზის მეშვეობით პატრიარქთან ყველაფერი გავარკვიე მაგრამ დაგვიანებული იყო უკვე მე ვიფიქრე რომ ერთი რომ საქართველოს პატრიარქმა იცოდა
და მეორე, ეს ყველაზე ცუდი ვიფიქრე, რა თქმა უნდა. ეს უკვე ცილის წამებასავით იყო. და მეორე, პატრიარქი მე ვერ დამიცავდა. წამოვედი ეკლესიიდან და ვფიქრობდი, რა გზას დავდგომოდი. და გახსოვთ, იქ სადაც გავიზარდე, ინტერნეტთან ერთი ლოდი ეკდო მეთქი, რო გითხარით. იქ ჩამოუждდებოდი ხოლმე. რაიმე გზა რომ მინდოდა დამენახა, რაიმე რომ ამომეხსნა. რამდენიმე საათი ვიყავი იქ, მაგრამ ჩემს თვალსაჩინში გზა უკვე აღარ არსებობდა. და წამოვედი იქიდან. და რომ წამოვედი, აი თქვენ მოусმინეთ მონასტრიდან სახიფათო თავგადასავლებამდე. მე განწირული ვიყავი. მე განწირული ვიყავი სასოწარკვეთილებისთვის. აღარც საერო ცხოვრებაში მესახებოდა რაიმეს ქმნა. და აუცილებლად მოусმინეთ მონასტრიდან სახიფათო თავგადასავლებამდე, როგორ მიხსნა ღმერთმა, მართალია ხიფათში არ მოვჩდი, მაგრამ როგორ მიხსნა ღმერთმა მე და მეგობარმა სასოწარკვეთილებისაგან. ამავე დროს მე ახლა გავხსნი, რაკეტილი მქონდა ის რატომღაც, გავხსნი იმ ადგილს თადეოზის ფენომენის მეორე ნაწილს, სადაც ამოიკითხავთ იმ პერიპეტიების, იმ დროის, როდესაც მე უკვე ბრალი დავდე საპატრიარქოს ჩემს გაუბედურებაში და განადგურებაში, იმიტომ რომ ჩემთვის აღმოჩნდა ყველა გზა დახშული. თუ მე რაიმე გავაკეთე დღემდე, მინდა ყველა მიცოდეს, ეს მიღწეულია, ყველას დიდ ბოდიშს მოუხდი, მაგრამ ზოგჯერ მუშტითა და წიხლითაც კი. აი ასე გამქონდა ლელო მთელი ჩემი ცხოვრება. რადგან მე დღეს ვარ უკვე 65 წლის, მე დამიკეტეს ყველა გზა, რადგან მე ადრეც გითხარით და კიდევ გიმეორებთ. ვერ დამიხურეს ის გზა, რომ მიმეღო მე ის, რაც მივიღე, თუნდაც ეს, რაც გამარჩნია და ის, რაც ვისწავლე და რაც ვიცი. და ნებისმიერი ამას წინათ იძახოდა ერთი მეცნიერად წოდებული კაცი. ატყობად მოსმენილი აქვს ის ჩემი იმ წუთას ვიფიქრე, რა ქვია, ღამის კეთილშობილი განგსტერი. ცოდნა ის არ არისო, რომელ გვერდზე, რომელ აბზაცში რა წერიაო. ცოდნა არისო, დამკვიდრება საზოგადოებაშიო. მთელი უნივერსიტეტი, მთელი უნივერსიტეტები თუ რამე გაგაჩნიათ, მე მივცემ თავს უფლებას, თავის მთელი მეცნიერებით გამოიყვანეთ. 3 ადამიანით მოვალ, ერთი არის მათ შორის კაცი, რომელსაც აქვს ნაშრომები თაროებზე შემოდებული, რომ სოფლიოს გადაატრიალებს ფიზიკა მათემატიკაში. მეორე არის ადამიანი, რომელიც ევროპაში რო ცხოვრობდი, ფილოსოფიაში ღამეებს ვათენებდით საუბრებზე და ვიღაცის საწარმოში კანჩს ატრიალებს, ის კი მეორე, ის მათემატიკოსი ვენახში კვდება იმ, რა ქვია, თოხზე. 3 ადამიანი მოვალთ. გამოიყვანეთ თუ ვინმე პროფესორი ყავთ და აკადემიკოსი და ნებისმიერი დარგი განვიხილოთ. თქვენ ხართ დამნაშავენი, არავითარი ადგილის დამკვიდრება განათლებით არ ხდება და იმ ახალგაზრდებს რო უხსნი, რომ განათლებით ადგილის დამკვიდრება ხდება, მასე არ არის. და განათლება რა არის და აზროვნება რაში სჭირდება განათლებას და როგორ
თუ არ გადაამუშავე ეს ინფორმაციის მიღება არ არის გასაგებია, განათლება, ინფორმაციის გადამუშავებაა განათლება, მაგრამ ადგილის დამკვიდრება ნამდვილად არ არის. სხვა ურჩიე. სხვა და პირველ რიგში ფრიდრიხ ნიცშე. საიდანაც გაიგებენ რა ხდება. პირველი და ძალიან ბევრი სწავლული ხსნის ამას. თქვენ ახართ დამნაშავენი, დიახ, რომ არ მოგვეცით ჩვენ თაობას საშუალება, რომლებსაც ნაშრომები იმაში გვაქვს, რა ქვია, გამოკეტილი. და არც ვიცით ხვალდაზე რა მოხდება და ის საზოგადოება როგორ მოამზადეთ, რომ დღეს მე საზოგადოებისგან ვითხოვ დახმარებას და აგერ 3 გამოსვლაში და 4 გამოსვლაში გამოდის ერთი ადამიანი. აი ესე მოამზადეთ საზოგადოება და აი ესე დაეცით ცნობიერება. აი ესე შეაძულეთ ხალხს ერთმანეთით. თქვენ ახართ ის, დიახ, ჭიფს მაღლა შეკრული შარვლებით და დაბლა გამოწეული მუცლებით. არაკაცების ბრბო, რომლებიც ვეღარ მოსწოდით ამ ქვეყანას და ეს მენტალური ცვლილება ქვეყანამ ვერ განახორციელა. ამოვიდა ყელში თქვენი ის სისტემა იყო ასე ჩამოყალიბებული. უმართავი ინტელექტი აუცილებლად უნდა წასულიყო დამნაშავეთა სამყაროს მიმართულებით და სწორედ ამისკენ მიხსნიდნენ მე გზას. და მე არაერთხელ გითხარით ეს. თუ არა აი იმ ბიჭზე, ვისაც რაღა ბიჭია, კაცია ის შემხელა, ვისაც ეს უზარმაზარი ნაშრომები აქვს ტექნიკურ მეცნიერებაში, აი ეს ადამიანი სწორედაც ის, რომელსაც ზვიად გამსახურდია ენდობოდა, იმაზე მაქვს მე ლაპარაკი და გაუბედურებული და განადგურებული როა. ზოგიერთი მისი ნაშრომი მითვისებული აქვს აი ესეთ პროფესორებს, რომლებსაც ხელეწიფებოდათ მისი გამოქვეყნება და ზოგიერთ წიგნში ის როგორც თავისი გამოკვლევის წიგნებში, როგორც ასისტენტი პროფესორისა, ესე წერია. აი ეს არის რეალობა. და იმიტომ გვაქვს დღეს ეს საქმე წასული ასე ჩვენ ქართველებს. ბოდის გიხდით ყველას. განსაკუთრებით ჩემს გამომწერებს. არავინ არ დამიწყოთ ახლა იქ რაღაცეების წერა. ძალიან აკითხოთ. თავი შეიკავეთ. მე გავიარე ცხოვრება და კარგად ვიცი ყველაფერი. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ. ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ. მაგრამ იცოდეთ, ახალგაზრდებო, არ ჩაებათ ამ განსაკუთრებით ამ რაღაცა პოლიტიკური მეებში დაანებეთ ყველაფერს თავი. ისწავლეთ და ივარჯიშეთ. გადააგდეთ ყველაფერი, სიგარეტიც კი. მე ვარ კაცი, რომელიც ყავასაც კი არ ვსვამ, იმისათვის რომ არ შევეჩვიო ამას. დახმარება კი თუ ვინმეს გინდათ რომ ჩემი წიგნები გამოამზეურო, ერთხელ კიდევ ვცდი და დავდებ ჩემს ანგარიშებს. მეტი მე თქვენთან უკვე აღარაფერი სათხოვარი აღარ მექნება. ღმერთმა ყველას გაგიმარჯვოთ. ღმერთმა ყველას, რა ვიცი, მოგცეთ სიკეთე. იფიქრეთ სახელმწიფოებრივად, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ. მიუბაძოთ ერთადერთ ერს. ეს არის ებრაელი ერი, რომელიც გადარჩა თავისი ქვეყნიდან მოშორებით სხვადასხვა ქვეყნებში და გადაარჩინა ისინი ერთმანეთისადმი თანადგომამ და სიყვარულმა. მიუბაძოთ ებრაელებს. ნახვამდის.